So funny. Salami ხალხო. დილემ შვიდობის მოგესალმებით ჩვენი დილის vlog-დან. ამდენი ხანია ასეთი vlog-ი აღარ გადამიღია. და სიხარულით მინდა გაცნობოთ, რომ მომენატრეთ თქვენ, მომენატრა ჩემი თავი ამ ამპლუაში. მომენატრა დილის vlog-ი. უბრალოდ გადაჩვეული ვარ და ალბათ ცოტა დრო დამჭირდება, რომ ისევ მივეჩვიო. ახლა მინდა გულახდილად ვისაუბროთ იმაზე, რაც უკვე ალბათ შემოდგომიდან მტკივა მაწუხებს და კინაღა ჩემი საყვარელი საქმე დაუკარგე. კინაღამ თქვენ დაკარგეთ. ეს ჩემთვის ძალიან რთულია. ამაზე საუბარი ძალიან რთულია დღეს. უკვე პირველი საათია და დილა 9-ზე გავიღვიძე და ვდებ ვიდეოს დაწყებას. მაგრამ დროა. მოკლედ რა მოხდა ჩემში? მინდა გაგიზიაროთ რა მოხდა ჩემში. თქვენ იცით რომ ჩემი უდიდესი გულწრფელობა, ჩემი უდიდესი სინამდვილე თქვენთან იყო ის ღერძი, რაზეც ყველაფერი ყოველთვის იდგა. და მე თქვენში, ვინც თქვენ მიყურებთ, ვინც მე მიყურებთ, ვინც ჩემთან ხართ, არასოდეს იმედი არ გამოცრუებია. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ ყველაფერს მე ვაკეთებდი ჩემთვის, იმიტომ რომ ეს მე ძალიან მიყვარს და მაშინაც როცა ყველაზე ცუდად ვარ კარგად მხდის და თქვენთვის, ვინც ამ ყველაფერს ხედავთ. და ძალიან დიდ ხანს მქონდა ეს საყვარელ საქმეთ. და თან როგორ იცით, არ ვაძლევდი კომერციულ ხასიათს. არ ვცდილობდი რეკლამის მოზიდვას, ისეთი პროდუქტის დარეკლამებას, რომელიც შეიძლება საერთოდ არ ვიყენებ და საერთოდ არც მიმაჩნია სასარგებლოდ. და ჩემთვის ყოველთვის მიუღებელი იყო და ახლაც ასეა, რომ ადამიანს მოატყუო. მაგალითად შეპირდა ისეთ რაღაცას, რაც რეალურად შეუძლებელია და რაც რეალურად მას ზიანს მიუტანს. რეალურად ბევრი ბიზნესი მუშაობს ესე დღეს და თან კარგად მუშაობს. მე ეს არასოდეს შემეძლო. იმიტომ რომ ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მთავარი იყო ის, რომ მე ვიყო მართალი საკუთარი თავის წინაშე, ღმერთის წინაშე და თქვენს წინაშე. მაგრამ დამიდგა რთული დრო. როცა დავინახე, ყოველთვის ვხედავდი იმას, რომ შეიძლება არიან ადამიანები, რომლებიც არიან ბოროტები, რომელიც შემოს სხვას ცუდი გაუკეთონ, ტალახი ესროლონ და ასე შემდეგ, ამ ჩემთანაც იყო ესეთი რაღაცა, მაგრამ ეს იყო რაღაც ზღვაში წვეთი და დიდად სიმართლე ვგითხრათ, ამას მე ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ ჩემდა საუბედუროდ ქართული TikTok-ის ყურება დავიწყე. მე ქართული TikTok-ს არ ვუყურებდი. მე ვუყურებდი რუსულ TikTok-ს და შეიძლება ხა ძალიან ცუდად შეხედეს და რაღაცა, მაგრამ რეალურად რუსული ინტერნეტ კულტურა გვინდა თუ არ გვინდა, რეალურად უფრო წინ არის ვიდრე ქართული. და ანუ ეხლა რაც ჩვენთან ხდება, ეგეთი რაღაცები იქ არ ხდება. ანუ ადამიანები, რომელსაც ჩვენთან აბულინგებენ, იქ მაგათი ბულინგი უკვე გავლილია და იღებენ. ანუ რაზეც ჩვენთან ადამიანს დასცინებენ, იქ მას ადამიანს 5000 ლაიქი აქვს. ანუ იმიტომ რომ საზოგადოებას გამოვლილი აქვს ის, რასაც ჩვენი საზოგადოება რეალურად ახლა გადის. და იქიდან გამომდინარე, რომ მე როგორც კი ინტერნეტი ჩვენთან შემოვიდა, კატა. როგორც კი ინტერნეტი ჩვენთან შემოვიდა, მაშინ ინტერნეტის მომხმარებელი ვარ და ძალიან მიყვარს ეს. ძალიან ჩემია. ანუ არა მხოლოდ კრეატორი ვარ, არამედ მაყურებელიც ვარ და ჯერ მაყურებელი ვიყავი. ძალიან მიყვარს რეალურად და ვიყავი უცხოურის, იმიტომ ჩვენთან, ხო.
ხო და მოკლედ ეხლა ამ ბოლო დროს დავიწყე ქართული TikTok-ის ყურება. და ამან მომაყენა ძალიან დიდი იარა. ამან ჩამკეტა. და ლამის გამანადგურა. ანუ დავინახე რომ შეიძლება ქართული საზოგადოების 3000 კაცი ლაივში იჯდეს და ლანძღავდეს ერთ ქალს, რომელსაც თვლის, რომ მენტალურად ჯანმრთელი არ არის და ანუ ეს ხელს არ უშლიდეს მის მორალს, რომ ეს ქალი გალანძღოს. და უფრო მეტიც ეს 3000 კაცი ზის და უყურებს, როგორც ზინავს ამ ქალს და ელოდება, როდის დაიწყებს ხრინვას, ან როდის გააკუებს, რომ ეს ამოჭრას და მერე დადოს TikTok-ზე იმისთვის, რომ სხვებს დასცინოს. ანუ იმდენად დიდი დარტყმა იყო ეს ჩემთვის. ვერ აგიწერთ. სიტყვებით ვერ გადმოვცემ. და მე ერთ ლაივს რო შევყევი, მე მეორე ლაივი ვნახე, მესამე ლაივი ვნახე, მეოთხე ლაივი ვნახე. და ვნახე რა ხდება. ვნახე რამ ხელა ჰეითი, რამ ხელა სიძულვილია. არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი იმსახურებს თუ არა. არ შეიძლება რომ ძალადობა გავამართლოთ იმით, რომ იმსახურებდა. ანუ არ შეიძლება. როცა ერთი ადამიანი მეორეზე ფიზიკურად ძალადობს, სასამართლოში მას არ ამართლებენ იმითი, რომ აი ეს ვიღაცა იმსახურებდა და იმიტომ იძალადეს მასზე. ანუ არ არსებობს ეგეთი რაღაც. არავინ არ იმსახურებს ამას. როგორიც არ უნდა იყოს თვითონ ეს მისი არჩევანია. ჩემი არჩევანი ის არის, მე მას უყურებ თუ არა, მის გვერდზე და მის ცხოვრებაში დავრჩები თუ არა. დამორჩა, მეტი არაფერი. და როცა მე ეს ვნახე, მე დავკარგე გაზიარების სურვილი. მე დავკარგე სურვილი, რომ ჩემი გული გამეხსნა. ჩემი სული გამეხსნა. ანუ ვფიქრობდი, რომ მე ვიცი, რომ ჩემი მაყურებელი არ არის ის ხალხი, ვინც სხვის კუილს ელოდება. მე ვიცი, რომ მე საუკეთესოები მიყურებთ, იმიტომ კი არა, რომ მე ვარ კარგი. იმიტომ რომ თქვენ ხართ ისეთი კარგები, რომ სხვაში კარგის დანახვა შეგიძლიათ. მაგრამ ეს ყველაფერი ისე კი არ მოხდა ეხლა, როგორც გიყვებით ერთიანად. მე არც ვიცოდი ჩემში რა ხდებოდა. მე არ ვიცოდი, რატო აღარ მინდოდა, რომ ვიდეოები გადამეღო. მე კიდე რაღაც, ანუ ჩემი სულის გახსნა შევწყვიტე. და როგორც კი მე თქვენთან ჩემი სულის გახსნა შევწყვიტე, მაშინ მე დავკარგე სურვილი. ანუ მე არ შემიძლია, რომ ამას ვფიქრობდე, რომ მე გულს გადავუშლი და სპეციალურად შიგისარს მესვრიან. ამას ვფიქრობდე და თან ვიჯდე და სხვა რამეზე ვსაუბრობდე, მე ეს არ შემიძლია. და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ერთადერთი შემოსავლის წყარო ამ დროისთვის YouTube იყო, ფაქტიურად ეს განულებულია დღეს ჩემთვის. ანუ მე ფაქტიურად აღარ მაქვს შემოსავალი, იმიტომ რომ მე ვეღარ ვიღებ კონტენტს. შემდეგი მომენტი კიდე ის იყო, რომ ეხლა მე მარათონი გავაკეთე და ამ მარათონში ნახე ესეთი რაღაცა, რომ მე ადამიანებს არ ვატყუებ და ვეუბნები სიმართლეს. მე ადამიანებს ვეუბნები, რომ ვასწავლი, როგორ უნდა იყოს გამხდარი ადამიანი. მე მართლა შემიძლია, რომ ადამიანს მე ეს რა შემეძლოს ამას ადამიანს არ ვეტყოდი. და ის გოგოები, ვინც ჩემთან დარჩნენ, მათ ეს თავის თავზე ნახეს. ისინი უკვე გამხდარი ადამიანები არიან. ჩვენ ისე გამოვიარეთ ახალი წელი, რომ არც ერთს არაფერი არ მოგვიმატია და თან არც ერთ საკვები არ დაგვიკლია.
ანუ ჩვენ კვებითაშუობას უკლავდებით წლების განმავლობაში რო იყო ისეც. ჩვენ სწავლობთ როგორ გავხდეთ გამხდარი ადამიანი, როგორ ჭამოთ ყველაფერი რაც გვიყვარს და მე ამას ვეუბნები ადამიანებს TikTok-ზე, მე ამას გეუბნებით თქვენ აქ და 30,000 ადამიანი და 20,000 ადამიანი იმ ადამიანის მარათონში მიდის, ვინც ადამიანებს ატყუებს. ვინც ადამიანებს იმეტებს იმისთვის, რისგანაც მე მინდა რომ ამოვიყვანო კვებითი აშლილობისთვის. ანუ ადამიანი რო გეტყვის რომ ერთ თვეში 15 კილოს დაგაკლებინებ, უნდა იცოდე რომ ეს ცუდია. ეს არის ბოროტება ადამიანის წინაშე. ანუ სრულად კატასტროფა ხდება, იმშევა სხეული, ფსიქიკა იშლება, დიდი აკრძალვები იწყება, დიდი დეფიციტები იწყება. იკლებ იმას სითხეს, იკლებ კუნძს, ცოტა ცხიმსაც და როგორც კი ამას დაამთავრებ, როგორც კი ის ვადა გაელვასა და შენ ფული გადაიხადე, შენ უფრო მეც მოიმატებ და გეტყვიან რომ აი ნახე ჩემ მარათონში ხო დაიგელი. ესე იგი შენ ხარ სუსტი, შენ არ ვარგი ხარ, შენ ვერ ამოიკერე პირი და თუ კი იმას გააკეთებ, რასაც მე გეტყვი, მაშინ დაიკლებ, მაგრამ შენ რო არ ვარგი ხარ, იმიტომ ვერ დაიგელი და ეს ადამიანი ამას დაიჯერებს. ეს ადამიანი ფიქრებს რომ სუსტია, ეს ადამიანი წავა, დაიწყებს სხვა საშინელ დიეტებს, ეს ადამიანი ივლის იმ საშინელ წრეზე, რომლისგანაც მე მინდა რომ გამოვიყვან, რომელშიც მე თვითონ ვიყავი და ვიცი რა საშინელია. და როცა ადამიანებს სიმართლეს ეუბნები, როცა ადამიანებს ზრუნავ, მათ ესას არ სჭირდებათ. ანუ ისინი ამას არ აღიარებენ. მერე კიდე რეკლამები. იგივე თუნდაც TikTok-ზე მაგალითად ხდება რეკლამები, სადაც იმდენად ყალბია ის რეკლამა. მე ხო ძალიან დიდი ემპათი ვარ და მე ხო ძალიან კარგად ვხედავ ადამიანს სულს და ანუ მე ვხედავ რომ ანუ ადამიანი აკეთებს რეკლამას და ზედ ეტყობა, რომ რასაც ამბობს ის სიმართლე არ არის. თვითონ არის ჯერ რასაც ამბობს ამის და ეს ადამიანები წინ მიდიან. ანუ მე არ შემიძლია ჩემს შვილებს ის მივცე, ჩემი სიმართლით, ჩემი ადამიანების ზრუნვით, ჩემი ადამიანების სიყვარულით. ანუ მე არ შემიძლია ადამიანებს, ჩემს შვილებს ის მივცე. ანუ საფასური. ჩვენ ყველას გვჭირდება ჭამა, ჩვენ შვილებს სჭირდება სწავლა და მე არ შემიძლია ჩემს შვილებს მივცე. რასაც ის ადამიანები მისცემენ თავის შვილებს. და მე ვფიქრობ, რომ მე დავმარცხდი. და მე აღარ მინდა იმის კეთება, რაც ესე ძალიან მიყვარდა. და მე არ შემიძლია, რომ ადამიანები მოვატყო. შემიძლია, მაგრამ ეგ რო გავაკეთო, ჩემი თავი უნდა მოვკლა. ანუ ფულის გულისთვის და წარმატების გულისთვის ჩემი თავი უნდა მოვკლა და მე აღარ აქვს მნიშვნელობა წარმატებული ვიქნები თუ არა. რამდენი მიყურებს და რა ხელა იქნება ჩემი შემოსავალი, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. მე ვერ ვიცხოვრებ იმ აზრით, რომ ადამიანი კვებითი აშლილობისთვის გავწირე. მე ვიცი, რომ მე ცოტასთვის ვარ. მე ისეთი ვარ, ვინც ცოტასთვის არის, იმიტომ ცოტას შეუძლია ამის დანახვა, ამის გრძნობა, ამის მიღება. ვიცი, რომ იმ ცოტასთვის ცხოვრება შემიცვლია, თუნდაც თქვენ ბევრჯერ დაგიწერიათ ჩემთვის ეს და მე ეს მახსოვს, მე ეს ვიცი. თუნდაც ჩემი მარათონი ცოტასთვის არის, მათთვის, ვისაც მართლა უნდა, რომ შეიცვალოს, მათთვის, ვინც მზად არის, რომ იმუშაოს, მათთვის, ვინცაც უკვე ისე აღარ შეუძლია, რომ მზად არის, რომ ეს ჯოჯოხეთი გაიაროს და მე მზად ვარ, რომ ხელი ჩავკიდო და ერთად გავიაროთ. მაგრამ ჩვენ ისეთი პატარა ქვეყანა ვართ, რომ ეს ცოტა საკმარისი არ არის. მე ვერ ვაძლევ ჩემს შვილებს იმათ, რაც მათ ჭირდებათ. რასაც ისინი იმსახურებენ, რასაც მე ვიმსახურებ და
ამ დროს ვხედავ, რომ ხარობს ტყუილი, აფერისტობა. ეს ყველაფერი იყიდება. ადრე რომ ამბობდი ხოლმე შეფუთული მცხნერი. და აი ეს იყო ის, რის გამოც მე აღარ მინდოდა არაფერი. დავიწყე ანტიდეპრესანტების დალევა. რომელმაც ჩემზე არ იმუშავა. იმიტომ რომ ის უკუჩვენება მქონდა, რაც შემნაირ ადამიანებს თურმე აქვთ. მე ვარ ძალიან გრძნობიარე ადამიანი, მე მაქვს ძალიან დიდი სიღრმე და იცით რა მოხდა? ამ წამალმა მე ჩამიკეტა კარი ჩემს გრძნობებთან. ჩემი იდენტობა დგას ჩემს გრძნობებზე, ჩემს სიღრმეზე, აი ამ ყველაფერს და მე კარი ჩამეკეტა, მე მათთან წვდომა აღარ მქონდა. ჩემთვის სულ ერთი იყო ყველაფერი. საერთოდ ყველაფერი სულ ერთი გახდა. ქვეყანა თავზე მენგრეოდა გარშემო. და აღარ ვაკეთებდი იმასაც, რაც ძალიან მიყვარს, ანუ ელემენტარული საჭმელს აღარ ვაკეთებდი. ხო იცით როგორი სიხარულით, როგორი სიმღერით ვაკეთებ ხოლმე, აი როგორი მიხარია ხოლმე ცხოვრება, სიცოცხლე, ყველაფერი ჩაკვდა. სახლში სიჩუმე დადგა, ანუ თითქოს სახლიც კი გლოვობდა. ვიწექი, მეძინა და მქონდა საშინელი ჭამის სურვილი. ესეც ამ პრეპარატის გამო თურმე თიშავს კონტროლის ცენტრს. არ მშიოდა, საჭმელზე გული მერეოდა, დააჭამა მინდოდა. თქმა უნდა ჩემს ექიმთან გავიარე კონსულტაცია, ერთი შევცვალე მეორესაც იგივე ეფექტი ჰქონდა, უფრო მსუბუქი და უფრო კარგი იყო, მაგრამ ორივეს თავი დავანებე და დავრჩი მხოლოდ ჩემი ADHD-ის პრეპარატზე, რომელიც ძალიან კარგად მუშაობდა. გუშინ მქონდა საშინელი დღე, ძალიან ბევრი ვიტირე. სალამი ხალხო. არ ვიცი, მეტყობა თუ არა, ბონჯიკა შედი შეგცივდება, მიდი. შედი სახში და მიდი. რამდენი ვიტირე. დღეს 1 თებერვალია. თებერვალს ტირილით შევხვდი. მაპატია თებერვალი. უბრალოდ ზოგჯერ მჭირდება. არ ვიცი, მოგიყვებით თუ არა. ალბათ მოგიყვებით. ეს ახლა დავინახე. ამას უყურეთ, რამდენი ვაშლი მოუტანია. ის რა არის? ადის მოიტანა ეგეც არ ვიცი. გამოვიტირე ყველაფერი. ვიფიქრე რომ არაფერი არ ვარ, ვიფიქრე რომ არაფერი არ შემიძლია, არაფერი არ მინდა, არაფერი არ გამომივა. ძალიან ბევრი ვიტირე. არაფერი გამინკეთებია. მერენგის რულეტი შევუკვეთებ ჭამე. ჭამე გუშინ, ისე რომ არ დამიცვლია კალორიები და საჭმელიც არ მინდოდა. ამ ძალიან ცუდად ვიყავი და არაფერმა მიშველა. საჭმელი უკვე იმდენი მაქვს ნამუშევარი ჩემ თავზე, რომ აღარ არის ჩემთვის ის რაც იყო და ანუ რამდენჯერაც მივედი რომ ცუდად ყოფნის დროს მივმართე, დამხვდა უბრალოდ საჭმელი, ანუ აღარ დამხვდა ისაც შველა. ეს კარგია. და გუშინდელმა დღემ
როცა მე ჩემ თავს უფლება მივეცი, არ ვაძლევ ხოლმე, ძლიერი ადამიანი ვარ და ჩემ თავს არ ვაძლევ ხოლმე უფლებას, რომ ბოლომდე დავეცე და გუშინ ყველაფერს ხელი გავუშვი, ჩემ თავს მივეცი უფლება, რომ ბოლომდე დავცემულიყავი. და ბოლომდე რომ დავეცი, გამოვიტირე ეს ყველაფერი. დღეს გავიღვიძე და მოვიდა ჩემთან თავისით. აი ეს, ანუ გუშინ საერთოდ არ ვიცოდი რა უნდა მეკნა. და ჩემთან მოვიდა ეს ცოდნა თავისით, რომ ეხლა მე მინდა რომ ავდგე. ეხლა მე მინდა რომ გავაგრძელო ჩემი ვლოგების გადაღება. ისეთი რომელიც მიყვარს, ისეთი რომელიც მომწონს. იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ამას ყოველთვის ვაკეთებდი და ჩემთვის. და არა აქვს მნიშვნელობა ეს რას მომიტანს. მე ეს მიყვარს და მე ამას გავაკეთებ. რა თქმა უნდა აქვს მნიშვნელობა, რას მომიტანს, იმიტომ რომ რეალურად შემშვიდობებს დამაჯერდებათ. და მეც ანუ უნდა დავიბრუნო ის რაც მქონდა. ის მინიმუმი რაც მქონდა უნდა დავიბრუნო. თქვენ დახმარების იმედი მაქვს, ვისაც გიყვარვართ. ვისაც როგორ შეგიძლიათ მიყურეთ, ვიდეო არ გადაახვიოთ. დააკომენტარეთ, დალაიქეთ, ვისაც შეგიძლიათ დონაცია. ანუ რეალურად თებერვლის თვეში ფაქტიურად არაფერი არ მიგნება. ისაც ყოველთვის რთული თვე იყო ხოლმე, მაგრამ მე არ მინდა რომ შეგეცოდოთ, არ მინდა რომ შეგეცოდოთ. უბრალოდ მე მინდა გითხრათ, საიდან ვაგრძელებ. რასაც ყოველთვის გეუბნებოდით, რასაც ყოველთვის ვაკეთებდი, მინდა გითხრათ, საიდან ვაგრძელებ. ჩემს მარათონს. იმ ადამიანებისთვის, ვინც ძალიან დაიღალნენ. ვისაც უნდა ერთხელ და სამუდამოდ კვებით აშლობას თავი დააღწიოს, დაიკლოს და შეინარჩუნოს. რჩეული ადამიანებისთვის კიდევ უფრო დავხვეწავ, კიდევ უფრო კარგს გავხდი და მეცოდინება, რომ ეს ცოტასთვის არის. მეცოდინება, რომ საშინელება, ნაგავი კარგად იყიდება. ის რაც ვნებს, კარგად იყიდება. და ის მეცოდინება, რომ მე კიდევ ერთხელ თქვენ და ჩემი თავი ავირჩიე, იმიტომ რომ არასოდეს არ ყოფილა ჩემი მიზანი ფული, ან წარმატება, არაფერი. ანუ ჩემი მიზანი ყოველთვის იყო ჩემ გზაზე სიარული, ჩემი საყვარელი ადამიანის პოვნა. ჩემ თავად ყოფნა. და როგორც მინიმუმ ჩემ თავად ყოფნა ხორმს დავკარგო. და ვიყო წარუმატებელი. ვიყო. მაგრამ ვიქნები ის ვინც ვარ. არა, ის რასაც ითხოვს ცხოვრების წესი, წარმატება და შემდეგ არა არამედ ჩემი სული ითხოვს. და სხვანაირად არ შემიძლია. როგორც მუშნიმ თქვა, მაგავთ გავარ და სხვაგვარად არ ძალმეც. სხვანაირად არ შემიძლია. ეს მე ვარ. ასევე მქონდა ძალიან ძლიერი კრიზისი ურთიერთობაზე. ამაზე არ ვისაუბრებ. და ძალიან ცუდად ვიყავი. და პირველად არსად გავქცეულ ვარ. პირველად ვიდექი აი ამ განადგურებულ ცუდად ყოფნაში და იმ ერთადერთს მაინც ვინარჩუნებდი, რაც მქონდა ჩემ თავს. ვცდილობდი ვიდეოები გადამეყო, რომ ხედავდი, როგორი სისწრაფით აკლდებოდა ჩემს არხს შემოსავალი. ვცდილობდი გადამეყო, მაგრამ არ შემეძლო და რასაც ვიღებდი, ეგეც არ იყო ისეთი, როგორც იყო ხოლმე და თქვენ ამას ხედავდით, მაგრამ ეს ის იყო, როგორც რამდენიმე დღეს წინ შეგითხარით, რაც შემეძლო. რას ვითხოვ თქვენგან? იმას, რომ უბრალოდ ჩემთან იყოთ, თქვენც ის იყოთ, ვინც ხართ. თუ თქვენც ქონიათ ისეთი შეგრძნება, რომ ამ ცხოვრებაში ტყუილი, ცირკი, პური და სანახაობა
უსამართლობა და ამ შემდეგ იმარჯვებს და ზემოთ ადის. იცოდეთ რომ მარტო არ ხართ. მეც აქ ვარ. შეგვიძლია ერთად გავაგრძელოთ. ერთად ვანათოთ სიბნელეში. ის როგორც შეგვიძლია. ერთად ვაკეთოთ სინათლე. ერთად გავუზიაროთ ერთმანეთს ის რაც გვაქვს. ჩვენი თავი და ჩვენი სული. ჯიბიტის ველაპარაკე და მან მკითხა რა არის ის? რისი დაკარგვაც არაფრის ფასად არ გინდა. და მე ვუპასუხე რომ ეს YouTube არხი. მე არ მინდა თქვენი დაკარგვა, მე ვერ წარმომიდგენია თქვენს გარეშე. არც მინდა რომ წარმოვიდგინო. სწორედ იმიტომ მიყვარხართ ასე, რომ ჩემს სულს იცნობთ. და ის ადამიანები ხართ, ვისაც შეგიძლიათ ჩემი სული დაინახოთ. იცით თქვენს წინაშე რომელი ადამიანი იყურება ცრემლად? ის ბავშვი, რომელსაც ტირილი არ შეეძლო ისე გაიზარდა. ის არც დაიჯერებთ ალბათ ახლა ვინც მიყურებთ დიდი ხანია და იცით რა ადვილად შემიძლია ვიდიო. ჩემი ემოციები რა ადვილად მოდის. გარეთ როგორც სიტყვით ასევე ცრებდით. მე ვიყავ ის ბავშვი, რომელიც თავის თავს არ აძლევდა უფლებას რომ ეტირა. ეს ძლიერი ადამიანების მომენტია. გეცოდინებათ ვინც ასეთი ხართ. იმდენად ძლიერი ხარ რომ შენ თავს სისუსტის უფლებას არ აძლევ და სისუსტედ მიგაჩნია მაგალითად ტირილი. მე სისუსტედ ტირილი მიმაჩნდა მაშინ კი არა ვინმეს რო დავენახე და ამდენი 1000 ადამიანის წინაშე კი არა საკუთარი თავის წინაშეც კი ტირილი სისუსტედ მიმაჩნდა. მაგრამ რადგან ეს ძალიან მიყვარს ფსიქოლოგია. მივედი იქამდე რომ ეს არ არის სისუსტე. ეს ზრდასრულობა. და ეს არის ისეთი სიძლიერე, სადაც შენ შეგიძლია მისცე შენ თავს უფლება რომ იყო ცოცხალი. რეალურად ძლიერი ადამიანი იმიტომ კი არ არის ძლიერი რომ არ სტკივა. იმიტომ კი არ არის ძლიერი რომ სუსტი არ არის და არ ეცემა, არ ნადგურდება. არა ის ძლიერი იმიტომ არის რომ არ წყდება. დგება ყოველ ჯერზე და აგრძელებს. ნაწილ ისევ იკრიბება და აგრძელებს. ეს არის სიძლიერე. და არა ის რომ არ ვიდიროთ. და არა ის რომ არ განვიცადოთ. და მე აქ ვარ ჩემი გრძნობების წინაშე, თქვენს წინაშე. და იცით პირველად მთელი ამ ხნის განმავლობაში როცა გადავწყვიტე რომ ამაზე მესაუბრა და როცა ეს ყველაფერი თავისით მოვიდა, ანუ ეს მე ვიცხოვრე. აი ეს მთელი ყველაფერიც მოკევით ვიცხოვრე. და მას მე რაც მე ეს ვიცხოვრე, ახლა გეუბნებით. არ დავთრგუნე, არ გავიქეცი, არ დავიმალე. ვიცხოვრე. რამდენად უფრო ძლიერი ვარ ვიდრე ვიყავი. და მინდა რომ ჩემ მდგომარეობაში თუ კი იქნება ვინმე და ამას ნახავს. არ აქვს მნიშვნელობა რა სფეროში არის. უბრალოდ მისთვის ეს იყოს ის სიტყვა, რომელიც გადაგარჩენს, რომელიც გეტყვის, რომ შენ მარტო არ ხარ, რომ მეც აქ ვარ, რომ ჩვენ ერთად ვართ, რომ მეც ამას გავდივარ. და რომ ყველაფერი კარგად არის, იმიტომ რომ აქ ვართ. და რომ ყველაფერი კარგად არის, თუ კი ჩვენ თავს ვირჩევთ. კიდევ ამ პერიოდში ძალიან მომინდა რომ კანეკორსო მომეყვანა. ძალიან მინდა და ძალიან ვებრძვი ამ სურვილს. და კიდე ვიფიქრე რომ ალბათ არ იყო სწორი გადაწყვეტილება რომ მე აბიტურიენტობა დამეწყო, იმიტომ რომ
ძალიან ბევრი მოვალეობა მაქვს და ვერ ვუმკლავდები ყველაფერს. რადგან პირველი ჩემთვის არის სამსახური, რომელიც უნდა მქონდეს. ჯობია ამაზე ვიმუშაო, რომ ეს გახდეს უკეთესი ჩემთან ერთად. და ისევ გავაგრძელებ ფსიქოლოგიის სწავლა, როგორც სწავლობდი. ანოდეს მე შევძლო კიდევაც ის მივიღო, რაც მინდოდა. ან ასე, ან ისე. მე ხო ეგეთი ვარ. აუცილებლად მივიღებ, რაც მინდოდა, ან ასე, ან ისე. მოკლედ. ჩემი გული ისევ ღიაა თქვენთვის. მე დავიკარგე, მაგრამ ისე ვიპოვე გზა. და ეს მებედნიერებს. კარგ დღეს გისურვებთ. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ამიტოვეთ თქვენი კომენტარი. მივახერთ.